თუ გაწუხებთ მალთაშორის დისკის მწვავე ტკივილი, მოგმართეთ რეაბილიტაციის ცენტრ კინეზისში და მაქსიმალურად ტოპ 5 ვარჯიში მალთაშუა დისკის თიაქრის დროს. მე გახლავართ ტიტო ვასუზბაია, რეაბილიტაციის ცენტრ კინეზისის რეაბილიტოლოგ კინეზოთერაპევტი. თიაქარი განაჩენი არ არის. ადამიანთა 50% მას საერთოდ ვერ გზნობს. თიაქარს აქვს უნარი გაიწოვოს, ასე რომ არ იჩქაროთ ქირურგიული ჩარევა, ივარჯიშეთ. პირველი ვარჯიში დავიწყოთ გამახურებით. აუცილებლად დიაფრაგმალური სუნთქვა. დავდგეთ 4-ზე. თავი ზევით ხერხემალი ჩაზნექილი აქვს. ჩავისუნთქოთ, შემდეგ ხერხემლის ამოზნექვისას ამოუშვით აერი. ჩავზნიქოთ ხერხემალი მაქსიმალურად, შემდეგ ამოზნიქოთ გავჭიროთ. შევასრულოთ 15-20 ჯერ. მეორე ვარჯიში რეზინა დამაგრებული გვაქვს ფეხზე. მუხლი გამართულია, ხელები დაფიქსირებული მუხლთან. მოხრასთან ერთად ვაკეთებთ ამოსუნთქვას, ჩასუნთქვას. თავი დაფიქსირებულია იატაკზე. ვასრულებთ 15-20 ჯერ ორივე ფეხზე თანაბრად. მესამე ვარჯიში რეზინა ისევ ტერფზე გვაქვს. გამართულია მუხლი, რეზინა დაჭიმულია. გამართული ფეხი ჩაგვაქვს ქვევით ამოსუნთქვასთან ერთად, ამოგვაქვს ზევით. გამეორება 15-20 ორივე ფეხზე. მეოთხე ვარჯიში ორივე ფეხი გამართულია და გამართული ფეხები ჩაგვაქვს ქვევით. ამოგვაქვს ჩასუნთქვა. ვიმეორებთ 15-20 ჯერ. მეხუთე ვარჯიში ვეყრდნობით კედელს ან ბურთს თუ გვაქვს სახში რა თქმა უნდა. მუხლები მოხრილია და ნელ-ნელა შლით მუხლებს. თუ გრძნობთ მწვავე ტკივილს, შევჩერდეთ იმ პოზიციაში. მერე აუცილებლად ნელ-ნელა ვეცადოთ გავშალოთ ფეხები. მაქსიმალურ დონემდე როცა მივალთ, დავიწყოთ წინ გადახრა. შევიკავოთ 2-3 წამი თავი, დავისვენოთ. შემდეგ ისევ. გაჭიმვისას ამოსუნთქვა. შევასრულოთ 10 ჯერ. თუ გაწუხებთ მალთაშორის დისკის მწვავე ტკივილი, მოგმართეთ რეაბილიტაციის ცენტრ კინეზისს. ასევე არ დაგავიწყდეთ ჩვენი Facebook, Instagram და TikTok არხების გამოწერა. მომავალ შეხვედრამდე.